არჩევნების კონსტიტუციით განსაზღვრულ თარიღამდე 2 წელი არის არჩენილი, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებას მაინც გაახსენდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და მოიცალა საარჩევნო წესების შესაცვლელად. სწორედ ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ემზადება ბიძინა ივანიშვილის პარტია ახალი რიგგარეშე არჩევნებისთვის, ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო არის დარჩენილი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ახლა კი ბოლო 1 თვის განმავლობაში რამდენიმე ცვლილება უკვე განახორციელა საარჩევნო კანონმდებლობაში ქართულმა ოცნებამ. ეს ცვლილებები კი გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლად ვეღარ დარეგისტრირდება მომავალი არჩევნებისთვის საქართველოს ვერც ერთი მოქალაქე, ვერც ერთი ის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ქართულ კანონმდებლობას და აქვს არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება. ამიერიდან საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლების თარჯიმნებსაც ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია თავად შეარჩევს. დღეს კანონპროექტის წარდგენმა არ დამალა, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას ქართული ოცნება და როგორც ჩანს ივანიშვილის პარტიას ახლა აქვს მოლოდინი, რომ ამ ცვლილებების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლები კრიტიკულ შეფასებებს ვეღარ დაწერენ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი არჩევნების საბოლოო შეფასებაზეც ვეღარ მოახდენს უარყოფით გავლენას. ჩამოყალიბდეს ფორმულირება, რომლის შესაბამისად საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რაც პირდაპირ თავსებადი ხდება დამკვირვებლის საერთაშორისო სტანდარტთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესის მათეული შეფასება იქნება დაცლილი პოლიტიკური მდგენელისგან და სხვადასხვა პარტიული ინტერესისგან. გაქვთ თუ არა მონაცემები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა რაოდენობა იყო წარმოდგენილი და აქედან უშუალოდ საქართველოს მოქალაქე რამდენი იყო 2020 წლის არჩევნებზე, როდესაც პრაქტიკულად შეგნებული ნაბიჯები პარალელური დათვლის გაყალბების მცდელობისა იქნა საფუძვლად დადებული მთლიანად არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის დაყენებისა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან. ამიტომაც გარდა ამისა არის სხვა მაგალითებიც, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში სტატისტიკა ნაკლებად გამოგვადგება და ნაკლებად დაეხმარება ამ პრინციპის მიღება არ მიღების საკითხს. მონაცემებზე რაც კითხეთ თავიდან, მე ვფიქრობ ჩვენთვისაც და ალბათ საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, თუნდაც ბოლო არჩევნებზე რა წილი ქონდა საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილში საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსების. ბატონო, ეს ყველაფერი საჯარო ინფორმაციაა და შეგიძლიათ შევძანდეთ CSGO-ს საიტზე და მარტივად ნახოთ. ბატონო არჩილო, მე ბატონ დავითს ვეკითხებით, თქვენ უღელავთ. ერთი შემთხვევაც რომ იყოს ასეთი, უკვე არის იმის საფუძველი, რომ კანონმდებელმა იფიქროს, რა კონკრეტული მოცემულობა დაუპირისპიროს ისეთ საფრთხეს, რომელიც შესაძლებლობას ქმნის მეტად მიკერძოებული შინაარსის ტექსტები და მოკვლევის ტექსტები გაიგზავნოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც შემდგომ ხელსაწერენ დასკვნებს აქვეყნებენ და იმ დასკვნებს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჩვენი საარჩევნო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით და შედეგებთან დაკავშირებით. ახლა საინტერესო არის რამდენად და საერთოდ როგორ შეძლებენ საერთაშორისო დამკვირვებლები ახალი კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებზე დაკვირვებას და როგორ იქნება მათ შორის განსაზღვრული თარჯიმნების რაოდენობა და რამდენად მოხდება ამ ყველაფრის ტექნიკურად მოგვარება. ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით კომიტეტზე დღეს უკვე მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო დამკვირვებელი ამიერიდან მომავალ არჩევნებზე იქნება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე და არც ერთი საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი. ეს ცვლილებები კი აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ქართული ოცნება ახლა რიგგარეშე არჩევნებისთვის ემზადებოდეს.